დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი მსახურებისთვის. მადლობა ღმერთს, რომ მოგცა ძალი და შესაძლებლობა ერთად ღვთის მსახურებისა. გილოცავთ ყველას ბრწყინვალე დღესასწაულს, დღეს არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და 21 საუკუნე არის, რაც ქრისტიანები აი ამ დღეს შემდეგნაირად ესალმებიან და შემდეგნაირად მიულოცავენ. ქრისტიანს დგა. იცოცხლე და გაიხარეთ მადლობა ღმერთს, ნამდვილად აი თვითონ მისალმებასაც კი, როგორც კი გაიაზრებს ადამიანი გულში რაღაცნაირი სიხარული შემოდის. ეს სიხარული არის მადლი უფლისა, იმიტომ რომ მარტო სიტყვებს არაფერი არ შეუძლია თუ ამ სიტყვებს ის ღვთის მადლი არ აქვს. ნებისმიერი ადამიანი ეძებს ქრისტეს, ნებისმიერი ადამიანი, მithom ხა ჩვენ აქ დღეს მრავლად ვიყავით, მადლობა ღმერთს, რომ შევძელით ერთგულება უფლისა და მობრძანდით და მოვედით და ვიდღესასწაულოთ ერთად და აი სწორედ ამ საკითხთან ვიძახი, რომ ნებისმიერი ადამიანი ეძებს ღმერთს, მაგრამ თავარი არის თუ როგორ ეძებ და სად ეძებ და რანაირად ეძებ. მხოლოდ დღევანდელი ერთი დღე, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. თუმცა დღევანდელ დღეს ყველას ხელ ეწიფება, ზიარება, ხელ ეწიფება იმიტომ, რომ როგორც წმინდა იოანე ამბობს, გამზადებული არის დღეს დაბლა, სუფრა, ანუ ეს უშუალოდ წმინდა ზიარებას გულისხმობს და შეუძლია ნებისმიერმა იხმიოს უფლის წმინდა სისხლი და ხორცი. ჩვენ ვიცით და ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომ უშუალოდ ზიარება ეს ადამიანის სულის ხონებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება არის. თუმცა ამ ზიარებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ. ჩვენ მოვედით რა და ვეზიარეთ რა უფლის სისხლს და ხორცს, ჩვენ უნდა ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი სიმშვიდით მივუდგეთ და დავინახოთ აი ეს საკითხი. ერთმანეთს უნდა უყუროთ ძალიან დიდი სიყვარულით, როგორც მოყვას. თუ ჩვენ ვეზიარებით ეკლესიიდან გამოვართ და დამიჯერეთ წარმართული ცხოვრები დავიწყეთ ისევ ცხოვრებას, განზღვაგინები და ასე შემდეგ, ეს ზიარება არაფრის მომცემი არ იქნება გამორიცხული. თუმცა ეს გვაძლევს კიდევ საშუალებას იმისა, რომ უფლის მადლი ვიგრძნოთ და შევიცნოთ. აი მე არ ვიცი ხო დღეს იყო ვინმე თუ არა პირველად ვინც ეზიარა, მაგრამ პირველ მაზიარებელი ეს სხვანაირად განიცდის ხოლმე. რა თქმა უნდა, ყოველ ზიარებაზე თავისებური განცდა არის ზიარების, მაგრამ როდესაც პირველად ეზიარები და თუ კი შიში გაქვს ღვთისა და წმენაც გაქვს და სიყვარული გაქვს ღვთისა, პირველი ზიარების დროს ეს განსაკუთრებული რაღაც გრძნობა, იმით უცხო გრძნობაა ეს. თუმცა მსგავს გრძნობას უნდა განვიცდიდეთ ჩვენ ყოველი ზიარებისას. ანუ ყოველთვის უნდა ვეზიარებოდეთ ისე როგორც პირველად მაზიარებელს. როგორც გითხარით, ღვთის ძიება ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა და აუცილებლობაა ნებისმიერი ადამიანისთვის და როგორ ეძიებ ღმერთს და რისთვის ეძიებ ღმერთს, ეს უნდა კითხოთ საკუთარ თავს აუცილებლად. შენ თუ ღმერთს ეძიებ იმისათვის, რომ აი ამ სოფელში კარგად იყო, მდიდარი იყო, ჯანმრთელი იყო, ღერძელი იყო და კი, რა თქმა უნდა, მოგცემს და მოგისმენს უფალი, მაგრამ ამ ყოველივესთან ერთად შენ უნდა ეძებო თვითონ ცხოვრება, შენი ცხოვრებაა ქრისტე. გაიხსენეთ სიტყვები სახარებიდან, რას ამბობს უფალი, რომ მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ ცხოვრება. სწორედ აი ეს ცხოვრება უნდა ვეძებოთ ჩვენ. ჩვენ სიცოცხლესაც აზრი არ იქნება, თუ ჩვენს სიცოცხლეში, ჩვენს ცხოვრებაში ქრისტე არ იქნება. დამიჯერეთ, ასეთ არსებობას არანაირი აზრი არ აქვს. სახარებაში წერია, თავად უფალი გვეუბნება, რომ ველი შროშანებს შეხედეთ, როგორი შემკულნი არიან. თვით სოლომონიც არ იყო ესეთი ლამაზად შემკული. სოლომონი ვიცით, რომ ძველი აღთქმის 13 იყო და ძალიან მდიდარი კაცი იყო. თავი სამოსალი იყო ოქროში შემკული. და თვითონ სოლომონიც კი არ იყო ესეთი სილამაზით შემკული, როგორც უბრალო ველის შროშანიაო, რომელიც დღეს არის და ხვალ მოითბება და თონეში ჩავარდება. და თუ კი ასეთი სილამაზით გამყოფს ღმერთი, აი ამ თუნდაც პატარა ყვავილს, მაშინ როგორი სილამაზით შეგამყოფთ თქვენ. ღმერთზე იყავით მინდობელი აუცილებლად. დღევანდელ დღეზე იფიქრეთ, იზრუნეთ. ხვალინდელ დღე თვითონ მოგცემთ. ესე წერია სახარებაში, იმიტომ რომ ამასთან ერთად თუ შენ დღევანდელი დღე ცხოვრობ და ხვალინდელ დღეს არ უყურებ, ერთის მხრივ ღვთის იმედად ცხოვრ. ღმერთზე მინდობელი ადამიანი კი დამიჯერეთ, არასოდეს არ წააგებს. იმაზე მეს მოგცემს ღმერთი. და ეხლაც გვაძლევს, ვიდრე
შეგვიძლია ამის მიღება, ვიდრე ვიმსახურებთ იმაზე მეცხვაზრებს. და სწორედ ჩვენი ძიება უფლისა უნდა იყოს არა მომხმარებლური თვალსაზრისით, რომ მე ღმერთო, აი მე მინდა გიპოვნო, შენ მინდა გიპოვნო, იმიტომ რომ აი ეს გამიკეთე, ის გამიკეთე, აი ეს ოცნება ამის სრულად არა. ჩვენ, როგორც გითხარით, ჩვენი მთავარი საზრისი ცხოვრების და ჩვენი ძიების მთავარი მიზეზი და მიზანი უნდა იყოს თვითონ უფალი, რომ უფალი ვიპოვნოთ. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ არ მახსოვს გონი გუშინაც ვისაუბრეთ თუ გუშინწინ ვისაუბრეთ. შეგიძლია იყო ჩვეულებრივი მართლმადიდებელი ადამიანი, მაზიარებელი, აღმსარებელი, მაგრამ და ესე ძალიან ბევრია. ვინც ღმერთს ვერ ცნობს საერთოდ. ღმერთთან სიახლოვე არ აქვს, მაგრამ წესით მართლმადიდებლური წესის აღმსრულებელია. ეს არის გარეგნული გამოხატულება. აბა გავიხსენოთ ჩვენ სახარებაში ფარისევლები ვინ იყვნენ, ვინც უფალი ჯვარს აწვეს. ფარისევლობა იყო ესეთი ერთ-ერთი ძველი აღთქმის რელიგია იყო, სადაც რომ ადამიანს კატეგორიულად ეკრძალებოდა უხამსი ქცევები, სიტყვები, განსწავლულები იყვნენ, ძალიან კულტურულები იყვნენ, ძალიან თბილები, ძალიან მშვიდები, ძალიან მოსიყვარულეები. ესეთები იყვნენ. და რელიგიური წესის ზედმიწნით აღმსრულებლები იყვნენ. მაგრამ ნახეთ რა მოხდა, მათ უფალი ვერ იცნეს. წესის აღმსრულებლები იყვნენ და ღმერთი ვერ იცნეს. აი ეს საშიშროება შეიძლება ჩემო ძვირფასებო შეგვემთხვას ყველას, დაგვემუქროს ყველას, იმიტომ რომ ვასრულებთ რა გარკვეულ წესს შეიძლება იმდენად მაყოფილები ვიყოთ, თუნდაც მხოლოდ აი იმ აღსარებით და ზიარებით, რომ უფალი ვერ ვიპოვნოთ და რაღაცნაირად გვერდი ავუაროთ უფალს. პირიქით, ყოველთვის, ყოველ შენ აღსარებაზე, ყოველ შენ ზიარებაზე, ყოველ შენ მსახურების დროს დგომაზე უნდა იყო უკმაყოფილო აუცილებლად შენ. მაყოფილი თვითონ სიტყვა ძალიან ცუდია, თუმცა ამაზე მე სხვა დროს ვისაუბრებ. ძალიან არ მიყვარს სიტყვა მაყოფილი. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას, წარმომავლობას და ასე შემდეგ. თუმცა ამ სიტყვაზე იქნება საშუალება ალბათ რომ მე ვისაუბრებ. აი კმაყოფილი არ უნდა იყოს შენ თავის, რა პირიქით. შენ თავს უნდა ხედავდე რომ ხარ ქრისტესგან ძალიან შორს. ეს არა ძალით, არამედ მართლა უნდა ხედავდე, იმიტომ შენში რო ჩაიხედო, შენს თავში რო ჩაიხედო ამას უთუოდ დაინახავ, აუცილებლად დაინახავ, რომ შენ არ ხარ ის, ვინც უფალმა შექმნა თავის ხატა, თავის მსგავსად, როგორც სახარებაში წერია, რომ შენ სიტყვა, შენს რწმენას იმხელა ძალა აქვს, რომ აი თავს უბრძანეო, აღმოიფხვე და გადადი მეორე ადგილას. და ესე შეასრულებდაო შენ, რომ სულ პატეცნო რწმენა ქონდეს. უბრალოდ ამისი გამოყენების უნარი ჩვენ არ გვაქვს. არ გვაქვს ჩვენივე რწმენიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ შესაბამისად არ გვწავს. აბა პეტრე მოციქული, როდესაც ნავიდან განმოვიდა ზღვაზე, რა შეუბნება უფალი? რომ გადმოდიო, ზღვაზე მოდიარეო. პეტრეს გადავიდა თავისი რწმენიდან გამომდინარე, მაგრამ შემდგომ რო გაიაზრა, რომ ზღვაზე დგა, დადის ზღვაზე მიდის და ეს ყველაფერი გაიაზრა ადამიანური ბუნებით. წარმოიდგინე და შეეშინდა და მაშინვე წყალში ჩავარდა და იწყო დაფლობა წყალში. ესე არის რა. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან მტკიცე რწმენით ეკლესიის წიაღში, აუცილებლად. უნდა იმდენად მტკიცეც უნდა ვიყოთ, რომ ვერაფერმა ვერ უნდა შეარყიოთ ჩვენი რწმენა. მე გეუბნებით ხოლმე და გთხოვთ ხოლმე იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ეს მოყვასი იქნება თუ ოჯახის წევრი იქნება ვინმე თუ ახლობელი თუ მეგობარი თუ თუნდაც სასულიერო პირიც რო იყოს, ამიჯერეთ რა სტუნებაშიც არ უნდა ჩავარდეს, თქვენზე აი ამ რწმენას არ უნდა იმოქმედოს, აი ამ რწმენა. იმიტომ რომ მოხდა რა ადამიანია შეცდა და რაღაცა ფეხი წაუწყო. და შემდგომ შენ როგორ აკეთებ, რას აკეთებ შენ? და თუ კი შენ უშუალო დამოკიდებულება გააქვს ღმერთთან, როგორ შეიძლება რომ თუნდაც ვიღაცას არასწორმა ქმედებამ შენს რწმენაზე იმოქმედოს? არ არსებობს. ესე იგი შენი რწმენა არც გქონია. და ვისაც ეს რწმენა მტკიცეთ აქვს, მას ვერაფერი ვერ დააფრთხილებს. ამიჯერეთ. აი რო უთხრა ეკლესიიდან წადი, არ წავა იცი რის გამო, იმიტომ რომ ბიჭო აქ ხედავს თვითონ სიცოცხლეს და სადღა უნდა წავიდეს. ნებისმიერ დღეს სწავლე, თუნდაც დღევანდელი დღეს სწავლე, აღდგომის რწმენა დღეს სწავლე. ეს არის იმიტომ, რომ გავიაზროთ დღევანდელი დღეს არსი. გავიაზროთ აი ამ გააზრებასთან ერთად დავფიქრდეთ. დავფიქრდეთ, დავინახოთ გზა
ჩვენი ცხონების გზა ჩვენი სწორი ცხოვრების ასე ვთქვათ გზა ღმერთ შემოსილობისა იმიტომ რომ ნებისმიერი მართლმადებელი ადამიანი რომელიც ღვთის იმედად ღვთის ერწყმენით აღსარებით და მაზერებლობით ცხოვრობს ესეთი ადამიანი არის ღმერთ შემოსილი აი ეკლესია ესე უწოდებს ესეთ ადამიანებს იმიტომ რომ მადლი ღვთისა განსაკუთრებულად მოსავს ხოლმე ესეთ ადამიანს დღევანდელი დღე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არის ყველანაირ დღესასწაულზე აღმატებული როგორც ამბობენ ხოლმე წმინდა მამები ეს არის დღესასწაული დღესასწაულთა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოიაზრებს აბსოლუტურად ყველა დღესასწაულს თუ გრამი დღესასწაული არსებობს აი ესე დღესასწაულობ ჩვენ დღეს და კიდევ მე რა მინდა დღევანდელ დღესო შევეხო მით უმეტეს ისეთ ოჯახებს რომელი ოჯახებსაც ცოტა ისეთი ტკივილი აქვს რა თქმა უნდა არსებობს ოჯახი რომ გარდაცვალებული ადამიანი არ ყავდეს აზია საუბარი მაგრამ არიან ოჯახები რომელი ოჯახებიც რომ განსაკუთრებულად განიცდიან ხოლმე ოჯახის წევრის გარდაცვალებას და ეს ტკივილი რაღაცნაირად არადარ ცხრება არადარ შუშტება დღევანდელი დღე არის ძალიან დიდი იმედი იმისა რომ ჩვენი მიცვალებულები აუცილებლად უნდა აღდგნენ სწორედ დღევანდელი დღით ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომით ჩვენ მოგვანიჭა ჩვენს გარდაცვლილებს მიანიჭა აღდგომის უნარი და უფლება ჩვენ დავიბადეთ სწორედ იმისათვის რომ ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ მაგრამ ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ არა ისე უბრალოდ არამედ ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ იმიტომ რომ მარადიულად უნდა ვიცხოვროთ უფლის გვერდით და ეს ძალიან დიდი საოცრებაა ძალიან დიდი სასწაული უნდა მოხდეს აი ამ დღეს თუმცა შეიძლება ჩვენი გონებისთვის ეს რთული მისაღები იყოს არ და ნებისმიერი ადამიანი ხო სწორედ აი ამისთვის არის დაბადებული აი ამ სოფელში რომ დაიბადოს გაიზარდოს და გარდაიცვალოს მაგრამ ჩვენს ამ სოფელში ცხოვრებასაც მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი თუ როგორ ცხოვრობ რისთვის ცხოვრობ ადამიანის დაბადების ერთადერთი მიზეზი და მიზანი არის ის რომ ადამიანმა შეძლოს ქრისტეს პოვნა ქრისტეს გზის პოვნა და უკვე როდესაც ქრისტეს იპოვნი დაიწყო აი ამ სოფელშივე ცხონების საკითხი მაგრამ თუ ადამიანმა აქ ვერ იცხოვრა ისე როგორც უნდა იცხოვროს თუ აქ ადამიანმა ვერ იპოვნა ქრისტე რო გარდაიცვალება მე როგორ გაიპოვდეს იმიტომ რომ საშუალება ის ჰქონდა მოცემული იმისათვის რომ მას უფალი იპოვნა მაგრამ ეს საშუალება ვერ გამოიყენა და ჩვენ ხო არ ვიცით ხო დღეს ვართ ხვალ ვიქნებით რამდენი წელი თუ რამდენი აწლეული ვიქნებით ეს არ ვიცით ეს საშუალება რა ჩვენზე მოცემული არის ჩემო ძვირფასებო ეს უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად არ არსებობს ეკლესიის გზაზე უკეთესი გზა ყველაფერი კარგია აბსოლუტურად ყველაფერი მაგრამ ქრისტესთან ერთად სადაც ქრისტე არ არის მაშინ იქ ყველაფერს ეკარგება აზრი ყველაფერს ეკარგება ფასი ყველანაირი სამსახურს ყველანაირი ურთიერთობას არაფერს პერსპექტივა არ აქვს თუ იქ უფალი არ არის ყველაფერი უნდა გვინდოდეს ქრისტესთან ერთად და არაფერი არ უნდა გვინდოდეს ქრისტეს გარეშე გამოვნახოთ ჩვენში არსებული ძალები გამოვნახოთ ის სულიერი ძალები რომელიც სულიერი ძალაც მოგცემს იმის უნარს რომ შეძლების და გვარად მართლმადებლური ცხოვრებით ვიცხოვროთ არავინ არაფერს არ გთხოვთ რა ეკლესიაში დამიჯერე რა არაფერი არ არის რთული არაფერი არ არის ისეთი შეუძლებელი სულ ელემენტარული და მარტივია და ეს რა რას სწორი ცხოვრება ეს როგორც ეს ნეობრივი თვალსაზრისით რო უყუროთ მაინც სწორი მაცხოვრებელი უნდა იყოს იყავი სწორი მაცხოვრებელი თან ეკლესიის წევრიც იყავი ამაზე კარგი რა არც არაფერი არ არის დღეს ალბათ თითქმის ყველა ჩვენთაგანი ვეზიარეთ ყველა ჩვენთაგანში შემოვიდა მადლი უფლის და ყველა ჩვენთაგანს მოგცა ძალიან დიდი ძალა ეს რამდენად განიცდით თუ არ განიცდით აი ამ სულიერ ძალას მე არ ვიცი აი ამ მადლს მაგრამ დაფიქრდით თქვენ აქ ახლა ხო იმიტომ იყო მითუნდეს ღამის თევას
ამ ხელმსახურება გრძელდება, წარმოიდგინეთ, თითქმის 5-6 საათი გრძელდება. ვერ იტყვით, რომ აი მე დგომა რა კარგია, მე სიამოვნე მიხარია და იმდენ გიგო. არა, დგომა კი არ გვიხარია, ჩვენ გვიხარია, სწორედ უფალთან კავშირი და უფალთან ურთიერთობა გვიხარია. და თუ კი ეს გიხარია და ამდენს იღწვი და ამდენს წვალო, ჯوار გინდა რომ ეს სიხარული ხშირად გქონდეს. აი მე მსმენია ხოლმე ადამიანი გამოსულა ზიარებაზე და აღფრთოვანებული ყოფილა და აი მე რა კარგია და რა კარგია რომ ეზიარე და აი ერთი კვირა აღარ მოდის, ორი კვირა, ერთი კვირა აღარ აჩას ეს ადამიანი. გავა მე რაღაც ერთი-ორი თვის მე კიდე მოვაკიდე ესეთ. რაღაცნაირად მე მიჩნდება ხოლმე ესეთი ფიქრი რომ იქნება ეს ადამიანი საკუთარ თავს ატყუებს. თუ კი მართლა კარგია, რატომ არ მოდიხარ ხშირად, რატომ ამბობ უარს? ესე იგი რაღაცა ყველაფერი ვერ არის ხო სწორი? მადლობა ღმერთს რა, დღევანდელი მსახურებისთვის. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგამრავლოთ. კიდევ და კიდევ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ღმერთს შევთხოვოთ, რომ მანამ სანამ ამ სოფელში ვართ, ამ სოფელში ვცხოვრობთ, გამოგვეყენებინოს ეს ერთადერთი შანსი მართლმადიდებლობისა. და ისე გვეცხოვროს, როგორც შეეფერება ქრისტეს ხატებას და ქრისტეს მსგავსებას. თავშივე გითხარით, რომ ჩვენ ღვთის მსგავსნი ვართ და ღვთის ხატნი ვართ. და ჩვენი თავარი მიზანი აქ არის განაღმრთობა. დავთ უფალი არ გვეუბნება, რომ იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი სრულად, აქ ღმერთი არის საუბარი. შეგვიძლებინოს ღმერთმა. შეგვიძლებინოს რათა გაგვეხაროს იმ სიხარულით, რა სიხარულისაც დღევანდელი დღე მოიცავს. რა თქმა უნდა, მეტაღლებად ეს გვაქვს ამის სიხარული უშუალოდ მსახურებასაც შემოაქვს რაღაც ესეთი განცდა სიხარული, მაგრამ რაც უფრო მეტად გწამს, რაც უფრო მეტად გჯერა, რაც უფრო მეტად გაუხსნი გულს და შენს გულში უფალ შემოუშვებ, ეს სიხარული უფრო ძლიერი იქნება რა. დაიხარი და გამრავლეთ. ღმერთმა დაგლოცო და გაგვრთო. იწოცა. ქრისტე ასდგა.